ძველი საიდუმლო. აღარ იტირო. გვირდები რომ დედა შენს ვიპოვეთ. ჩემს ხალხსაც შევატყობინე. იქ სადაც დედა შენი დაინახეს ყველგან ეძებენ. ერთად ვიპოვეთ. ღმერთმა ქნას ბიძია. ჯერ დედა ჩემი სახსალამათი ვიპოვა. მერე ბებია ჩემს მოგთხოვ პასუხს ყველაფრისთვის. თურგუთ, ჩემო გულჩვილო ქმარო. რატომ არასდროს მისმენ? როცა გაფრთხილებ ყურადღებას, რატომ არ მაგცებ? აქამდე ყველაფერს ერთად ვაკეთებდით ჩვენი ოჯახისთვის. ახლა ზურგი რატომ მაგცია? თუ ის წეული ქალი ჯერ კიდევ ცოცხალია, უნდა წახვიდე და საქმე ბოლომდე მიიყვანა ზუხალ. შენ გარდა ამას ვერავინ გააკეთებს. ალო, ფერჰათ. რა თქვი იმ სოფელს რა ერქვა? ღმერთო. მაპატია, მაგრამ ამის ატანა აღარ შემიძლია. ძალიან დავიხალე. გევედრები, გამოსავალი მაპოვნინე. დაეხმარე ქალბატონ ზარიფეს, ჰადიეს ხმა მიაწვდინოს. ჩემი ამბავი გააგებინოს და აქედან წამიყვანოს. ეს ამბავი კარგად დაასრულე, ღმერთო. ახლა სახლში მივედი. გამოვიცვლი, მოვემზადები და წამოვალ, კარგი? სად უნდა წაგიყვანო? კარგი, შეხვედრამდე. ჩემი ბიძაშვილი ჩეთო ტანსაცმლის გამოსაცვლელად მოსულა. რა ხდება, წვეულებაზე მიდიხარ? ფრთხილად იყავი, ამჯერად ჩარვალ კოსტუმში გამოწყობილი ნუწახვალ. ეს უახლესი მოდელის მანქანა საიდან გაქვს? გაჩუქეს? ნუ სულელობ ქუდრეთ. სანამ რამე სიტყვი კარგად დაფიქრდი. საიდან უნდა მომეტანა? კომპანიამ გამომიყო. მინდა მითხრა, რომ ახალ ბედამძღოლებს უახლესი მოდელის მანქანებს აძლევენ? ქუდრეთ, რა გინდა? პირდაპირ მითხარი. ნუ მიედმოედები, შენი სისულელეებისთვის არ მცალია. რადგან ძვირად ღირებულ მანქანას მართავ, თავი დიდი ვინმე გგონია, არა? ნუ გავიწყდება, რომ ზღოლი ხარ ჩეთო. ქუდრეთ, მომისმინე თავს, ნუ მაბეზრებ. თორემ რას იზამ? ცემ? ნუ ყელავ, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდება. ღმერთო, მოთმინება მომეცი. მოთმინება მომეცი. რა ხდება ფირად? რა მეიპოვე? ჩვენი ხალხი კლდის ძირში ეძებს ბატონო თურგუთ. კიდევ რამდენიმე აქ მცხოვრები მოვიდა ჩვენს დასახმარებლად. გეუდებოდით. თუ საჭირო გახდება, ყველა სახლის კარზე დააკაკუნეთ. ყველა აქ მცხოვრებს სათითაოდ კითხეთ, ჩინარი ხომ არ დაუნახავთ. მიდით საქმეს მიხედეთ. წამოდი საჰერ. მაღაზიის გამყიდველს დაველაპარაკოთ.
შეგაშინე შვილო, მაპატიე. არა, დეიდა. უბრალოდ ჩაფიქრებული ვიყავი, დაივიწყე. მოდი დაჯექი. რას მიირთმე? არაფერი მინდა. თქვენთან სალაპარაკოდ მოვედი. ჩემთან? მიმბრძანდებით. ისმენდაო, რამე გინდოდა? ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ვადლობთ. ჩემს ნათესავს ვეძებ. ბოლოს აქ ნახეს. შეგიძლიათ დამეხმაროთ. ეს ქალბატონია. აქამდე არ მინახავს დაო. კაფეში უცხო ადამიანი რომ მოსულიყო აუცილებლად დამამახსოვრდებოდა. ნება მომეცით მომხმარებლებს ვკითხო. იქნებ რომელიმე მათგანმა დაინახა. არ მგონია. დილიდან საღამომდე აქ სხედან. წარმოდგენა არ აქვთ გარეთ რა ხდება. მე თუ არ მინახავს, ესე იგი მათაც არ უნახავთ. კარგი, გასაგებია. წარმატებას გისურვებთ. მადლობთ. ვის ეძებდაო? დაგეხმარებით. თუ ვინმეს ეძებთ, მკითხეთ. მთელი დღეა აქ ვდგავარ. ყველას ვიცნობ, ვინც აქ ცხოვრობს. ამ ქალს ვეძებ. ბოლოს აქ ნახეს. ხომ არ იცი, სად არის? აქ რომ გაევლო არ გამომეპარებოდა, მაგრამ ვიპოვი და ჩემი ხელით მოგიყვანთ. მართლა შეძლებთ რომ იპოვოთ? ვიპოვი. მაგრამ შეიძლება ცოტა გამიჭირდეს. ამაზე არ იდარდოთ. დავალებას თუ შეასრულებთ, საკმარის გასამრჯელოს მიიღებთ. რადგან ასეა მოვრიგდებით. ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება. ეს თქვენი ავანსია. როცა ქალს იპოვით, დანარჩენს მერე მიიღებთ. შევთანხმდით. თქვენი ნომერი მითხარით და დაგირეკავთ. როცა ქალს იპოვით, შემატყობინეთ. ეს კალი ვინ არის? აქ რას აკეთებს? ჩაის ბაღში დაგელოდები. თუ რამეს გაიგებ, მაშინვე დამირეკე. კარგი? მერწმუნეთ, დიდხანს არ მოგიწევთ ლოდინი. შეხვედრამდე დაო. არავინ დამინახავს. კარგი ძმაო. დავიდეთ შვილო. არაფერი გამოგდის ბიძია. არავინ არაფერი იცის. იქნებ დედა ჩემს რამე დაემართა. სერ, მომისმინე. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. დამშვიდე გთხოვ. ჩემი ხალხი დღეში უკვე ეძებს შინარს. სოფლის ცენტრია და ალბათ ამიტომ არ უნახავს არავის. ნუ მოიწყენ. წამოდი ძებნა განვაგრძოთ. ღმერთო დაეხმარე დედა ჩემს. გთხოვ ცუდი არაფერი დაემართოს. წამოდი შვილო. წამოდი. რა ხდება ჟილედ? გამდიდრებულ ხარ. ეს ფული საიდან მოიტანე? ამონსი ავიღე. არაფერი შეგეშალოს. ახლახან დავინახე ქალს რომ ელაპარაკებოდი. ასეთი რა დაგავალა. იმ ქალს რატომ ეძებს? შენ ამითვალთვალებ? შემთხვევით ხომ არ იცი სად არის ეს ქალი? ნუ სულელობ ძმაო. იმ უცხო ქალთან რა საქმე უნდა მქონდეს?
მომისმინე. საქმე სერიოზულადაა. თუ იმ ქალს ვიპოვით, ბერფულს მოგცემენ. ამიტომ თუ იცი სად არის მითხარი. ფულს გავიყოთ. ძმაო გაგიჟდი, გამიშვი. გონია შენს ბინძურ საქმეებში ჩამithრევ? შენთან არაფერი მესაქმება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ იდიოტმა რაღაც იცის. დამაცადე. სოფლის სახელი ფერხათისგან გავიგე დედა. ახლა იქ ვარ. ხო, ჩინარს თურგუთიც ეძებს, მაგრამ მე უფრო მალე ვიპოვე. ასე რომ არ ინერვიულა. რას ვაკეთებ? რას უნდა ვაკეთებდე დედა? კარდა ვდივარ და ყველას სათითაოდ ვეკითხები, ჩინარი ხომ არ უნახავთ სადმე. მალე კარგ ამბავს შეგატყობინებ, არ იდარდო. ვიცოდი, რომ მარტივად ვერ მოგიშორებდი ჩინარ. ჩემი ოჯახის დამანგრეველი. ჩემი შვილის მკვლელი ხარ ჩინარ. გამაკვირვე ბატონო აჰმედ. ესე იგი ქალს შენი ბებიის სახლში მალავ. დღეს ბედი შემხარეს ააჟილეთ. ახლა იმ დიდარ ქალ ბატონს დაურეკავ. ალო? დაო მე ვარ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ის ქალი ვიპოვე. არ გატყუებთ დაო. მისამართს გეტყვით. მოდით და თავად გადაამოწმეთ. დედა, როგორ დავიჯერე, რომ წახვედი? როგორ დავიჯერე, რომ მარტო დამტოვე? ბიცოლას და ბებიას როგორ დავუჯერე? ჩემო ძვირფასო დედა, როგორც კი გიპოვი, გულში ჩაგიკრავ და არავის მივცემ უფლებას ზიანი მოგაყენოს. რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს მიგატოვებ. სანამ ჩეთინს და ესმას სიმართლეს არ ვეტყვით და 4-ივე ერთად მშვიდად არ ვიცხოვრებთ, იქამდე არ მოვისვენებ. ნუ გეშინია შვილო. რამდენი ხანია ფეხით დავდივართ. წყალი დალია. ბიძია, ისევ აქ რატომ მდგავართ? იქნებ დედა სადმე ახლოსაა. იქნებ ძალიან უჭირს, რაღაც ვუცდით. თუ საჭირო იქნება, არც დავისვენოთ, წყალიც არ დავლიოთ. შვილო, აქ ტყუილად არ დგავართ. ჩემს ხალხს ველოდები, მალე მოვლენ. რა მოხდა? რატომ მოდიან? რამე გაარკვიეს? რა კენით ფირად? რამე იპოვეთ? ეს იმ ტერიტორიაზე ვიპოვეთ, რომელზეც თქვენ მიგვითითეთ. დავინახე თუ არა ვიფიქრე, რომ შეიძლება ქალბატონ ჩინარს ეკუთვნოდეს. დედა. დედა. ეს დედა ჩემი სპერანგის ნაწილია, ბიძია. რა დაუშავეს დედა ჩემს? ეს ჩინარის არის. ღმერთო ცოცხალია. ნამდვილად ცოცხალია. ჩინარ. მეტავიქარ დამეტოვებინა. რატომ დავტოვე? ბიძია. ბიძია, რა დაუშავეს დედა ჩემს?
მითხარი. საჰერ გთხოვ ცუდზე ნუიფიქრებ. ძალიან გთხოვ დამშვიდი. შეიძლება გაქცევის დროს ტოტს გამოედო და პერანგი გაეხა. ჯერ არაფერი გარკვეულა. გთხოვ ნუ ნერვიულობ. თავი ხელში აიყვანე საჰერ. დედა, შვილო, რა დაგიშავეს დედა? როცა საფრთხეში იყავი და დახმარება გჭირდებოდა, დამაჯერეს რომ აქედან წახვედი და მიმატოვე. ეს როგორ დავიჯერე? შვილო დამშვიდი გთხოვ. თავი ხელში აიყვანე. ადექი საჰერ, ადექი შვილო. გთხოვ. ადექი. ფრთხილად. მოდი, პირად, თქვენ ძებნა განაგრძეთ. ყველგან შეამოწმეთ. არაფერი გამოგრჩეთ. როგორც მიბრძანებთ ბატონო. ფრთხილად. ჩემს არ ყოფნაში აჰმედი თუ მოვიდა არ შეგეშინდეს. მან იცის შენი ამბავი. ალბათ გასაღები არ აქვს. მოვდივარ. დაუხადია? ჩინარ. მადლობა ღმერთს, ისევ შევხვდით ერთმანეთს. მადლობა ღმერთს, დაუხადია. დაუხადია. უფალმა ჩემი ლოცვა შეისმინა. ისე მაშინადა რომ რაღაც შეგემთხვა. აბა დამენახე. ხომ კარგად ხარ? ღმერთმა გადაგარჩინა მეგობარო. მადლობა მას. გადამარჩინა დაო. ჩემი შვილების გულისთვის გადამარჩინა. აქ რას ელოდებით? შიგნით შევიდეთ. ერთმანეთის მონატრება ხომ უნდა დაიკმაყოფილოთ. ღმერთმა დაგლოცოს დეიდა. ყველა ჩვენგანი დალოცოს შვილო. შიგნით შევიდეთ, ნუ გერიდება. შემოდი, მოდი. როცა კლდიდან ვიყურებოდი, იქნებ ქვევით იყო. იქნებ შველას მთხოვდა. მაგრამ არაფერი გამიგია. რაც უფრო მეც ვფიქრობ ამაზე, მით უფრო მეტად ვგრძნობ, რომ შესაძლებლობა ვერ გამოვიყენე. შვილო თავს ნუ იდანაშაულებ. საიდან უნდა გცოდნოდა, რომ ჩინარი იქ იყო? 20 წლის შემდეგ დედა ჩემს ისევ შევხვდი ბიძია. მისი სურნელით ტკბობაც კი არ დამცალდა. საჰერ, მოიცადე შვილო. რა მოხდა? ვინმეს ხომ არ დაუნახავს? როგორ? პატარა დასახლებაა, მიწა ხომ არ ჩაყლაპავდა? დედა ჩემი იპოვეთ, ღმერთი არ გწამთ? შვილო გთხოვ დამშვიდი. დედა შენს ვიპოვით. პირად, ძებნა განაგრძეთ. კლდის მიმდებარე ტერიტორია კიდევ ერთხელ დაათვალიერეთ. კარგი ბატონო.
წამოდი შვილო. ძებნა გავაგრძელოთ. რომელი სახლია? ეს სახლია დაო. შენ აქ დამელოდე. გამარჯობა. გისმენთ? ვის ეძებთ? არა, არ მინახავს. არა, არ დამინახავს. კარგად დააკვირდით, იქნებ გაიხსენოთ. რას უნდა დავაკვირდე? მოხუცი კი ვარ, მაგრამ გონება ჯერ კიდევ მიჭრის. რას ბრძანებთ? უკაცრავად. მაპატიეთ თუ გაწყენინეთ. სასოწარკვეთილი ვარ. ეს ქალი ჩემი მეგობარია. ჩინარი ჰქვია. მოულოდნელად გაუჩინარდა. რამდენიმე დღეა მის შესახებ არაფერი გვსმენია. შეშობრო მისი სიცოცხლე საფრთხეშია. უფალს ვთხოვ, სახსალამათი დაგვიბრუნოს. იმედია, ცუდი არაფერი შეემთხვა. იმედია, ნახვამდის. დეიდა. გისმენთ? თუ არ შეგაწუხებთ, შეგიძლიათ ერთი ჭიქა წყალი დამალევინოთ. მთელი დღე ამ ზეში დავდივარ, პირი გამიშრა. მოგიტანთ, გარეთ დამელოდეთ. არ გითხარით, გარეთ დამელოდეთ მეთქი. მე მაპატიეთ, დეიდა. მე მეგონა, მითხარით შემოდიო. ამიტომ შემოვედი, თორემ გარეთ დავიცდიდი. ინებეთ, წყალი მთხოვეთ. გმადლობ, დეიდა. დიდი მადლობა. ჩემი წასვლის დროა. გმადლობ. სეჰერი როგორ არის დაო? ალბათ განადგურებულია. აბა როგორ იქნება? სასოწარკვეთილია საწყალი გოგო. შვილებს არასდროს მივატოვებ. მათზე უარს არ ვიტყვი. ჩემთან ამის მტკიცება არ გჭირდება დაო. ჯერა შენი. ჩინარ. ადექი შვილო. მოემზადე, აქედან წადი სანამ გიპოვიან. ვიცი რომ გეძებენ. აჰმედი წაგიყვანთ. უკანა ეზოში გელოდებათ. წავალ. გავაღებ. დეიდა. ღმერთი იყო შენი მფარველი.
გმადლობ რომ გადამარჩინე. ახლა მადლობის გადახდის დრო არ არის. რაც შეიძლება მალე უნდა დატოვო ეს სახლი. წავიდეთ ჩინარ. დეიდას დავუჯეროთ. მოდი შვილო. რა მოხდა დაო? ის ქალი ვერ ნახე? დამცინი? შიგნით არავინ იყო. შენ გამო მოხუცქალს სახლში ქურდივით შევუვარდი. იმაგრამ დაო. გაჩუმდი. სანამ იმ ქალს არ იპოვი არ შემაწუხო. ფული? ქალი იპოვე და ფულზე ნუ იდარდებ. ახლა საქმეს მიხედე. ჩანთაც მომეცი შვილო. დამშვიდე. იმეც ნუ დაკარგავ. საჭირო თუ გახდება სათითაოდ ყველა სახლის კარზე დავაკაკუნებთ და ჩინარის ამბავს ვიკითხავთ. თავი ხელში აიყვანე. დედა ჩემი ცოცხალი რომ ვერ ვიპოვოთ ბიძია? მერე რა ვქნათ? შვილო, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ ვეძებოთ და ვილოცოთ მისთვის. ბებია დედა ჩემს ასე როგორ მოექცა? შვილო, ხომ გითხარი, მან არ იცოდა რომ ასე მოხდებოდა. ამ საქციელს გამართლება არ აქვს. უნდა სცოდნოდა. მისი ქმედებების შედეგებზე უნდა იფიქრა. კარგი შვილო, მართალი ხარ. ჯერ დედა შენი ვიპოვოთ. ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ. წამოდი. ხომ კარგად ხარ? იმედია შენს გვამს მალე იპოვიან ჩინა. იმედია უკვე მკვდარი ხარ. დროა ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრე. არი დარდო და ყველაფერი დამთავრდა. ნუ ტირი, სახლში წავიდეთ. სეჰერს მოგიყვან. ვინ იცის როგორ გაუხარდება რომ დაგინახავს. დამშვიდდი. მეგობარო, ერთი წუთით. ახალგაზრდა ქალს ვეძებთ. არ ვიცი ბიძია, არავინ დამინახავს. თანაც დედა ჩემმა გამავრთხილა, უცხოებს არ დაელაპარაკო. დედას უნდა დაუჯერო. მაგრამ დედა ჩემს ვეძებ. ეს მისი პერანგის ნაგლეჯია. ხედა, მინდა რომ ვიპოვო. არ ვიცი. აქ მკურნალი ბებია ცხოვრობს. მას კითხეთ, მას ეწოდინება. ზუსტად სად ცხოვრობს? აი იქ ცხოვრობს. სეჰერი აქ არის დაო. მანქანა გააჩერეთ. სეჰერ. შვილო. შეიძლება იმ ქალმა დედა ჩემი იპოვა და უმკურნალა. იმედია ასეა. ჩინარ. მანქანიდან არ გადახვიდე. რას ამბობ დაო? ვერ გაიგე? სეჰერი აქ არის. ხომ დაინახე რომ თურგუთიც აქ არის. საფრთხეში ხარ. მისმინე, თავს საშინელება გადაგხდა. არ ვიცი თვის ინდობა შეიძლება და ვისი არა. შესაძლოა ამ საქმეში თურგუთის ხელიც ურავია. მე თუ მკითხავ სეჰერს, მარტო უნდა შეხვდე. მის გარდა ნურავის ენდობი. მოდი სახლში წავიდეთ. სეჰერს იქ მოგიყვან. გპირდები დაო. აჰმედ, მანქანა დაძარი შვილო, სახლში წაგვიყვანე. კარგი დაო.
კარგიდაო. ცოტაც მოითმინე შვილო და მალე შევხვდებით. რა მოხდა ბიძია? ჩინარს რომ ვეძებდი ამ ტერიტორიაზე ყველა სახლი შევამოწმე. ყოველდეს დამრჩა. პატრონის სახლში არ იყო. იქნება ახლა სახლშია. ეს ის ადგილია, რომელიც ბიჭმა აღწერა. ღმერთო გთხოვ, დედა ჩემი აქ იყოს. ღმერთო ჩემო. ღმერთო, ვინ არის ეს ხალხი? გურნალებებია, თქვენ ბრძანდებით? რა ხდება შვილო? რამე პრობლემა გაქვს? დედა ჩემი. დედა ჩემი აქ დაიკარგა. გთხოვთ დამეხმარეთ, ხომ არ გინახავთ? ეს მისი პერანგის ნაგლეჯია. კლდიდან გადმოვარდა ღვთის გულისათვის. დამეხმარეთ. ჩინარი ქვია. დიდი ხანია გაუჩინარდა. ვეძებთ. წუხვარ შვილო. მის შესახებ არაფერი ვიცი. არც მინახავს და არც არავის გამსმენია რამე. დარწმუნებული ხართ დეიდა? გთხოვთ კარგად დაფიქრდით. ღმერთმა ხელი მოგიმართოს შვილო. იმედია დედა შენს სახსალამად სიბავე. როდის გიხდით რომ შეგაწუხეთ? არაფერია. წამოდი შვილო. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda. Gözlerindeki o tebessümü görmek için